ეტაპი ან საუკეთესო ეტაპი იქნება მთლიანი თვის, რაც ახლა ამ თვეში გავხსნი ტრეიდს. ან იქნება ძალიან აგავი. ორი ვარიანტია. ან ძალიან ცოტა გავსტოპდები, ან ძალიან კაი პროფიტში გავალ, მოკლედ. რაც უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ დაველოდოთ, დაიხუროს 1 სანთელი კიდევ. აქედან პატარა შორტი შეგვიძლია ავიღოთ, უბრალოდ დავინახოთ ჯერ გამყიდველი მარკეტს. გამყიდველი მარკეტზე არის მაგაზე ორი აზრი არ არის, რა 1-ს ველოდებით, ეს არის 1 სანთელი კიდევ დაიხუროს აგრესიულად და მე უკვე ცოტა სხვანაირად შევალ ტრეიდში. და ეს 15-წუთიანი სანთელი მინდა რომ დაიხუროს ცოტა კარგად. სოფლოს მაღლა უნდა მიყენოს, მაგრამ მიდეში აქ უნდა მიყენოს, მაგრამ ძალიან დიდი რისკი გამოდის, ანუ გამოსწორ, ოკეი. ეგ არაფერი. თავარი 1-იანი სანთელი დაიხუროს ეხლა და ისევ ახლიდან შევალ აქ მათგანს და ზემოთ კაი იქნება ტრეიდი რო გავხსნათ ზემოთ ადგილზე. კაია, ოკეი. 15-წუთიანი დაიხურა. აი მის ბრეიქაუტზე ტრეიდს ავიღებთ. ოკეი. კიდევ ეხლა არ ვიღებ ტრეიდს. ტრეიდს ავიღებთ მას შემდეგ, რაც კიდევ 5-წუთიანი დაიხურება. ნუ ხა შეგვიძლია ავიღოთ, მაგრამ რისკი არის ძალიან დიდი, ანუ ძალიან დიდი რისკი იქნება აი ამის ქვემოთ ტრეიდი რო ავიღოთ, სტოპ-ლოსის ძალიან დიდი დაყენება გვიწევს, ანუ კიდეში აქ უნდა გვიყენოს ტექნიკურად, მაგრამ რადგან ძალიან დიდი რისკია, ცოტა თავში შევიკავებ მაინც. თავარია ქვემოთ რა ჩავდივართ, გამყიდველი არ გაჩერდეს და უკვე ნახეთ. ეს ამაზე ვლაპარაკობ, აი, ეს არის ცუდის ნიშანი. მაგრამ ჩემი აზრით გამყიდველს უფრო დიდი მიზეზი აქვს რომ ჩამოვიდეს, ამიტომ დანეროლოც არაფერია რა. უბრალოდ დავალდებით კიდე 5-წუთიანის დახურვას და მაგის შემდეგ გადავწყვიტავთ ტრეიდს ავიღებთ აქ თუ არა. მართი აგრესიული სეტაპი ის იქნება, რომ ეგრევე ამის კატეხვაზე ტრეიდი ავიღოთ და ცოტა $100 სტოპ-ლოს კი დავაყენოთ, მაგრამ და მე ეჭება რაღაც რომ შეგრევე გატეხოს მანატორში. ოკეი, ის რა ყოფილი. ტარგეტით საკმაოდ კარგი ვიქნება. კარგად შეგვიძლია ჩამოვიდეთ ქვემოთ. ძალიან კარგად. და ეს ტრეიდი თუ მოვიგეთ, ხანდაც კი ჩახუროთ ძალიან მარტივად. აი აქ ტრეიდი რო გავხსენე, ძალიან იყო ძალიან იმპულსური გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან. მიდეში ესე მარტივად არ უნდა გამეხსნა ტრეიდი, მაგრამ უბრალოდ ძალიან კაი ენტრი იყო, ანუ ეს იმბალანსი რა ზატოვა, ამ ხელა იმბალანსი, ამ ხელა იმბალანსი არ ყოფილა არც სხვაგან, ამიტომ ცოტა კაი ენტრი იყო მაინც რა. აქაც რომ დამეყენებინა სტოპ-ლოსი მაინც გავასტოპებ და ოკეი, პრობლემა არ არის. თავი ახლა მოთმინება და დაველოდო ტრეიდი, რომ ეს 5-წუთიანი დაიხუროს. შეიძლება ეგრევე არ დაიხუროს, ახლა ამ ეს 5-წუთიანი სანთელმა ვერ გატეხოს ეს მინიმუმი, მაგრამ რომელიც გატეხავს, იქიდან ავიღებ ტრეიდს, მანამ ტრეიდს არ გავხსნი აქ, რაც არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ არ მექნება სწორი ენტრი. უბრალოდ ეს არის, რომ როცა ქვემოთ მივდივართ, ხო, ან სიტყვაზე უნდა მოხდეს ბრეიქაუთი და ან უნდა მოხდეს რიტესტი, აი ამას უნდა დავაკვირდეთ პირველ რიგში, რომ რაც უფრო ქვემოთ ჩადის ფასი, არ უნდა მცირდებოდეს გამყიდველი. გამყიდველი შემცირდა ეხლა და შემოვიდა მყიდველი. ეს აქ უკვე, ნუ ამ სანთელს იდეაში უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ მყიდველი დომინირებს ამ სანთელზე, მაგრამ თუ დავინახავთ ფასის ქვემოთ წამოსვლას, უნდა დავინახოთ ასევე გამყიდველების გაზრდა. შეიძლება ფასი ქვემოთ წამოვიდეს, მაგრამ მყიდველი ჩანდეს მაინც დელტაზე, ამიტომ ორივე უნდა იყოს ერთად, ამიტომ მაგის გარეშე ტრეიდი არ უნდა გავხსნათ რა. ახლა თუ ზემოთავად ამას გატეხავს, აქედანაც მარტივად ტრეიდს ავიღებთ რა. მაგრამ ვოლიუმი მხელა იყო და ის წამოვიდა ფასი ქვემოთ, რომ
მყიდველებს ერთ სანთელში რო ჩაედოთ ამდენი ძალა, ამდენი ფული, ხო, ძალიან დიდი ეჭვი არის უბრალოდ რა. ანუ ერთ სანთელში და ერთ პატარა მოძრაობაში ამ ხელა თანხას არ ჩადეოდნენ, ხვდებით? ამიტომ მაგით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფასი ძალიან დიდი ალბათობით წამოუხმოთ გადახოს ამას. უბრალოდ არალოგიკური იქნება ის, რომ აქედან ვიგროვე შემოვარდეს მყიდველი და ერთ სანთელში ჩადოს ამდენი მილიონობით დოლარი. ამიტომ როგორც ხედავთ, მოდის გამყიდველი ამ ხელა კონტრაქტები დევს მარკეტზე და ბუმ, მერე მყიდველი საერთოდ შემოდის. ცოტა არალოგიკურია, მაგრამ ნუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უბრალოდ თუ გავტეხავთ ამას და 5 წუთი დაიხურება ამის ქვემოთ, იდეალური იქნება short trade ის, როგორც განახეთ, პოტენციურად შეგვიძლია 700 ტიკიანი მოძრაობა ვიტრეიდოთ. თავარია მოთმინება. დავინახოთ გამყიდველი. თან ეხა უფრო იდეალურობაა, რომ აი აქ შემოვარდება ის, რაც მოძრაობაც მოხდა ჩარტზე, აი ამ ხელა მოძრაობა, ეს არაფერია იმის შედარებით, რაც გველოდება რა. თავარია ჩვენ entry-ს დაემთხვეს ამის გატეხვა. ეხა აქ რო გატყდეს, აქედან უკვე ცოტა ძალიან რთული იქნება ტრეიდის აღება რა. შეგვიძლია აქედანაც ავიღოთ სიტყვაზე აქა, რადგან ფასმა რაღაც 100 ტიკიანი მოძრაობა მოახდინა ქვემოთ მხარის breakout-ის შემდეგ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 100 ტიკი აღარ იქნება კიდე პოტენციურად რა. შეგვიძლია გავხსნათ, მაგრამ იდეალური იქნება, რომ უბრალოდ ამ ბრეიქზე დაემთხვეს და აქედან ტრეიდი გავხსნათ. აი როგორც ხედავთ, აი ისე გამყიდველი ებრუნებს ამ ტერიტორიას და იმბალანსებიც ჩდება უკვე ჩარტზე. აი ამ ადგილზე. ზეღარაც იყო, ხა აღარ არის. მაგრამ წინააღობა რა თქმა უნდა არის ყიდველების მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის უფრო აუქციონი წავიდა მარკეტზე. ხა წარმოიდგინეთ, ამის ქვემოთ რო ჩამოვიდეს ფასი, საიდანაც მყიდველი შემოვიდა, ნუ მყიდველისთვის უკვე უკეთესი ფასი იქნება, რომ აქედან კიდე ვიყიდონ, ხო, მაგრამ თავარია დავინახოთ, რომ ზეწოლა გამყიდველების მხრიდან. ეხა აქედან რო დაილონგა, ხო? ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ფასი ამას რო გატეხავს, კიდე fake out იქნება და კიდე წამოაზემოთ, იმიტომ რომ სამართლიანი ფასი იყო ამისთვის, მაგრამ თუ აუქციონი არ დაფეილდა და აუქციონი არ ჩავარდა, ნუ მაგას გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან მარტივი იქნება აქედან უკვე დანახვა რა. თავარია ეს ბრეიკი მოგცეს აქედან, ამის მიხედვით უკვე გავიგებთ რა იქნება სინამდვილეში. იქნება ჩავარდნილი აუქციონი თუ ნუ ახალი სამართლიანი ფასის მოძებნა შეწავა ფასი. ეს უკვე ზემოთ სამართლიანი ფასია, მაგრამ თუ ეს გატყდება და დავინახავთ გამყიდველს დელტაში, უკვე ვიტყვით, რომ ახალ სამართლიან ფასს ეძებს გამყიდველი. ნუ იგივე ვარიანტი შეგვიძლია გავაკეთოთ ეს, რომ უბრალოდ ამის ბრეიკი მოგცეს ზემოთ მხარეს რა. ამის ზემოთ. ორი ვარიანტი შეგვიძლია ტრეიდი გავხსნათ, მაგრამ ძალიან რისკიანი ტრეიდია, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ვოლუმი არის ძალიან აგრესიული რა. მაგრამ ეს ჩვენ არ გაგოჩერებს. თავარია ჩვენი entry მოგცეს და რომ წავაგოთ პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ თავარია ჩვენ გეგმას მივყვეთ. კარგია, ძალიან კარგია. და აქედან ნუ შეგვიძლია ტრეიდი ავიღოთ უკვე რა, მაგრამ ძალიან რისკიანია ცოტა. იდეაში stop loss უნდა გვიყენოს ამ ადგილზე, მაგრამ მაგ ხელა reward-იც არ გვაქვს, რომ მაგ ხელა stop loss-ი დავაყენოთ უბრალოდ რა. ნუ პირველ რიგში მოდი ledge-ებს გამოვიყენებ target-ისთვის. ნუ პირველ target-ი რა ცოტა ძალიან შორსა გვაქვს აქ target-იდან, მაგრამ დაახლოებით ამ ადგილზე შეგვიძლია ტრეიდი დავხუროთ უკვე რა. აი დავიღოთ ახლა რა შეუსება ჩარტი. ეხლა ვფიქრობ დავხუროთ ჩემი ორი კონტრაქტი, ეს წაგება დავფარო და დანარჩენი კიდევ უფრო risk free-ზე გავუშვა რა. რასწავლა. ოკეი. ეხლა კიდე გავუშვათ ეს open target-ზე stop loss-ი აი ესე ისე გავაკეთე, ოკეი. ჩემი ბრალი იყო. მაგრამ რაც თქვით, როგორც თქვით, ისე მოხდა და ვინც ბრმა ხართ და ვერ ხვდებით რა ხდება,
უკვე ძალიან გვიანი იქნება თქვენთვის. შემოდით Discord-ზე, დააკვირდით Discord-ზე ყველა პოსტს, რასაც გავაკეთებ და ისწავლეთ order flow trading-ი. უმარტივესად. ესე მარტივად დავაყოლოთ. ალბათ თქვენიც, პოტენციალურად როგორც გიხარით აქედან, პოტენციალი აქვს რომ აქამდე ჩამოვიდეს ჩარტი, მაგრამ მე დღეს დავკმაყოფილდები 240 დოლარიან მოგებით ხო. ახლა კი თქვენ იცით, წარმატებები და დროებით.